დაუბრია მე და ჩემს კოლეგებსაც უნივერსალურ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა პირველი სახებათო მომენტი შეიძლება გატანა და გარედან ხდება ბურთი კარის ბადეს მათე ვაწაძეს ჰქონდა მატჩის მეორე წუთზე გაიხსნა ანგარიში აბოლო ჯამში გადარჩა გუნდი სწრაფ გაშვებულ გოლს აქ თამაშგარეზეც შესაძლოა გადამოწმებულიყო ეს მომენტი თუმცა რადგან გოლი არ გავიდა და ხარიბაშვილის გადაცემა მაინც უნდა გამოვარჩიოთ აქ ფიზიკური ორთაბრძოლა მოუგო ვაწაძემ კენჭაძეს და შემდგომ უბრალოდ მიზანმა უმტყუნა ვეტერან თავდამსხმელს ხედავთ ამ მომენტს კიდევ ერთხელ განმეორებით ფუტკარაძემ კი მოახდინა რეაგირება თუმცა დაატოვებინეს ბურთი თუმცა ასკურავა იქვე გაჩნდა შორიმაძილიდანაც დაარტყა მაგრამ არა ლორი აკონტროლებდა აქ ბურთის ტრაექტორიას და როგორც ჩანს ასხლეტა იყო და იქნება კუთხური მორიგი ჩაწოდება კენჭაძე თამაშობს თავით რამოშის დაარტყმა და გადარჩა სპაიერი სპაიერის მეკარე გუნდის გადარჩენას განმეორებით ეს დარტყმა მიწაზე დაუშვებლად ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი არის მიმართულებით პორტუგალიელმა თუმცა ხარებაშვილი კარგი გადმოტანა დონკორის მიმართულებით აჯობა პირველ ნაბიჯში აქ უკვე მოწინააღმდეგეს და გაიხსნა ანგარიში მოახერხა ნანაკოფი დონკორიმ თავისი მეორე გოლის გატანა კრისტალბედ ეროვნულ ლიგა 1-ში ჯამში გოლითაც დააგვიგნა ხარებაშვილის ეს გადმოტანაც მშვენიერი იყო შემდგომ ჩაგუნავა ერთი მოძრაობით ძალიან მარტივად ჩამოიშრა ფუტკარაძესაც აუარა გვერდი და თავით მოახერხა და აიღო სპაიერის კარი. ოჩაღამ შემთხვევაში ახალგაზრდა აფრიკელ ფეხბურთელს აი ამაზე საუბრობდი რომ ისეთი ხისტი ყვითელი ბარათის გამო ჩაგუნავა ვეღარ იქნებოდა და ეს დამტკიცდა აი ამ მომენტშიც. თუმცა საწყისი ნაბიჯი მდენად მომგებიანი იყო დონკორისთვის რომ ძალიან დიდი პოზიციური უპირატესობა მიიღო. ფუტკარაძე კი ცდილობდა თამაშა ბურთზე ხეირიანად, თუმცა ეს ბარიერიც წარმატებით გადალახა აი ამ ფეხბურთელმა და გახსნა ანგარიში. კედელი კარგად მუშაობს ამ ეპიზოდში. აქ კენჭაძე როგორ უყურადღებოდ თამაშობს და იოროს შანსი. იოროს შანსი ვნახოთ რას მოიფიქრებს დინამოს ლეგიონერი დარტყმა კარის მიმართულებით და ფუტკარაძე ერთვება საქმეში. არ იყო კარგი შესრულება აბდულა იოროს მხრიდან და ფუტკარაძემაც მოახერხა გუნდის გადარჩენა. ფუტკარაძის აი ამ კარგ თამაშს იოროს ეს ცუდი დარტყმა. ძალიან უყურადღებოდ ითამაშა სპაიერის კაპიტანმა ამ შემთხვევაში. აქ რო დონკორი ყოფილიყო უფრო დაიძაბებოდა სიტუაცია სიზრაფის ხარჯზე. გამოჩნდა რომ იოროს მთავარი კოზირის სწრაფი მოქმედებები არ არის. ნინუას ჩაწოდება დარტყმა კარის მიმართულებით. გავიდა კი გავიდა. ამ რაკურსიდან თითქოს გამოჩნდა რომ გოლი იყო გასული. საშინლად მოქმედებს სპაიერის დაცვა ამ ეპიზოდში და მათე ვაწაძემ მაინც მოახერხა დღევანდელ შეხვედრაში თავის გამოჩენა. თითქოს მომეჩვენა რომ ეს უკეთესი რაკურსია რა თქმა უნდა. მე მგონი კი გადაკვეთა ბურთმა მოენის ფარგლები. ხო აქ ცოტა საკამათო არის. დაველოდოთ მაინც. ბოლომდე რთული სათქმელია ბურთმა გადაკვეთა კი არა, გადაკვეთა თუ არა კარის ხაზი. აბა ვნახოთ. ხო. არ ძალიან რთული სათქმელი. ვაწაძემ კი აღნიშნა, მაგრამ არ კი, მათე ვაწაძე იყო კალანდაძეც მოვლენათა ეპიცენტრში იყო. ძალიან რთული სათქმელია. ბევრი გამოხმაურება მოყვება აი ამ გოლს. თითქოს ამ რაკურსიდან ჩანს რომ კალანდაძე ურტყავს, მაგრამ ვაწაძე იყო ეს ფეხბურთელი. ხო, ვარზე მოწმდება, თუმცა ძალიან რთულად გასარჩევი ეპიზოდია. იორო. დაარტყა კარის მიმართულებით ძალიან სუსტად და ფუტკარაძემ მარტივად აიღო ბურთი ხელებში. კარგად დატრიალდა, შეცვალა შეტევის მიმართულება. დარტყმა კარის მიმართულებით გიორგი ლორია. პირველი მისი ჩართვა მაქსიმალურად კარგად შეასრულა გოჩაცილდავამ ეს დარტყმა, თუმცა კარში დგას გიორგი ლორია. ძალიან მახვილი კუთხიდან უტყამდა ახლო კუთხეში, თუმცა ლორიამ სპაიერის შემდგომ არ გაატარა. პოზიციაც ძალიან კარგად ჰქონდა შერჩეული დინამოს მეკარეს. იქნება კუთხური, კუთხურები საკმაოდ ბევრი გვაქვს. გვასალია დაგვტოვა ტრამვის გამო და მის ნაცვლად ხარცხავა აქვს. დამნეულობა დინამოს საჯარიმო მოედანში და
მოარენაზე იმ რეალობიდან გავუდნენ, რაც არის ზოგადად დინამოს თავს. აქ მანამდე შეტევა სწორედ დინამოლებისა ხარებაშვილის დარტყმა ფუტკარაძე იგერიებს. და ვთქვათ, რომ გულშემატკივრები საკმაოდ მრავლად არიან. უფრო პატარა ზომის სტადიონზე შესაძლოა შეტევა ვაწაძე. იორო მას ქონდა პირველ ტაიმში შანსი, რომელიც ვერ გამოიყენა, აი ახლა დაარტყა ძალიან ცუდად. მცველი შემდგომ ეკარე უბრალოდ დაარტყმა გაუცუდა. სამხარაძის ჩაწოდება, არეულობა, ასკურავას დაარტყმა კიდევ ერთი მცდელობა სპაერის აღრდენისა, თუმცა ამჯერადაც ძალიან დიდი მანძილით ააცილა. კვარცხლბა მაინც მოახერხა და დასერტყმ პოზიციაზე გავიდა, სახიფათოთას დაარტყა, უბრალოდ მიზანმა უმტყუნა ახალგაზრდა გარემარბს. ნუ არა, აქ სარდენას შეხება არ ქონია ფუტკარაძეს ბურთთან. ამოში. დამუშავებული კომბინაცია ნინუა დარტყმა კარის მიმართულებით, კიდევ ერთი დარტყმა, რომელიც არ გამოდგა შესაბამისი და აქ რა გააკეთა მატენჯვამ, საშინელი მოქმედება მისი მხრიდან და გადარჩა სპაერი. აი განმეორებით ნახავთ ამ მომენტს. აქ მარტივად, ნუ აქ შეუთანხმებელი მოქმედება მასა და ბუნტურს შორის. და როგორ კიდევ ერთი ჩაწოდება. ერთახიამ გამოიტანა ბურთი, შეტევა გრძელდება, ნინუა დაარტყა, ფუტკარაძე იგერიებს. ასკურავა, ცეცხლაძე, კარგი პაუზა აიღო, ცირდავა, დარტყმა კარის მიმართულებით, ლორია. მეორეჯერაც აუღო გოჩა ცირდავას გიორგი ლორიამ. აქ არა, გარეთ იყო რა თქმა უნდა ეს ეპიზოდი, ამიტომ გააგრძელებინა საჯმა სპაერ შეტევა და სრულიად სამართლიანადაც და სწორად მოიქცა ჯენერი ხორავა. ცირდავას ყავაც ვერ გააქვს. ორი შანსი მიიღო სპაერმა, ორივე გოჩა ცირდავას ჰქონდა, მაგრამ ორივე ჯერზე გიორგი ლორია ძალიან კარგი იყო. უთხურიდან რომ მოინდომა, ჩახვევა ბურთისად, თუმცა იქ გადარჩა სპაერი. ნახოთ იგივეს თუ გაიმეორებს მეორე ნახევარშიც. ნუას ჩაწოდება, გამოტანილია ბურთი. სანტოსი დაარტყა აცილა. ზარიამ. ძალიან შორიდან დაარტყა ფუტკარაძე. რა გაისროლა გიორგი ზარიამ. ძალიან შორიდან, ახლა 35 მეტრიდან დაარტყა, 30-35 მეტრიდან ზარიამ. ცირდავა. გოლუბიანი დარტყმა კარის მიმართულებით და სპაერს გააქვს. 2-1. როგორ სჭირდებოდა ახლა სტუმარ გუნდს ამ გოლის გატანა. აქ ცეცხლაძე კი აღნიშნავს, მაგრამ მე მგონი გოლუბიანმა გაიტანა ეს გოლი. განმეორებით ეს ეპიზოდი. აქ ხომ არ დატოვა ბურთმა ბოენის ფარგლები? არა, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ზურაბ გოლუბიანი გატანილი გოლის ავტორი ლორიაც ვერ ახერხებს გუნდის გადარჩენას ვერც. მის წინ მყოფი მცველები და ძალიან საინტერესო ბოლო 10 წუთი გველოდება. შვენიერი ფინიში დღევანდელი შეხვედრისა. სულილებამ გაამართლა. გადაცემა გავიდა პირდახია. მასის აჯარიმოში ცეცხლაძე და ლორია. მატჩის გმირი ხდება გიორგი ლორია. უთხრამდა გიორგი ცეცხლაძე. სად მოახერხა რეაგირება და სად მოასრო აქ 40 წლის მეკარე. განმეორებით კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი. ფეხბურთელები ხარებაშვილი დარტყმა კარის მიმართულებით, კვარცხლბას აჯობა. პასი კი არ გამოუვიდა. მონტეირუ დოლტმურზიევი იქნება ეს მაინც გაიტანოს. დოლტმურზიევმა დაარტყა რა. დღეს მესამე გოლის გატანა არ უწერია დინამო თბილისს. ბასილაშვილი. და დასრულდა ეს ფინიშია დღევანდელი შეხვედრისა. დინამო თბილისმა პირველი წრის მსგავსად 2-1 დაამარცხა სპაერი.